როგორ გავუმკლავდი უფროს სამსახურში, რომელიც რეგულარულად სხეულზე ხელებს მითათხუნებდა და როცა უარი უთხარი ლოგინზე, ბულინგი დაიწყო. ასევე ქალბატონ პედაგოგს ინსტიტუტში, რომელმაც პირველი დღიდანვე ამიძულა და აგრეთვე მაბულინგებდა. დიახ, ჩემს ცხოვრებაშიც ხდებოდა და მომხდარა ესეთი რაღაცები და თუ ბავშვობაში ამ ყველაფერს ვერ უმკლავდებოდი, იმიტომ რომ არ ვიცოდი როგორ, მადლობა ღმერთს, მაშინ როცა მივხვდი რომ მსახიობობით პურს ვერ შევჭამდი და რაღაცა სხვა უნდა ამერჩიე, ვთვლი რომ ძალიან სწორი პროფესია ავირჩიე. ფსიქოლოგიამ ძალიან ბევრი რაღაცა მასწავლა და ბევრ ამაში დამეხმარა და ახლა მინდა ეს ცოდნა თქვენს გაქისიაროთ და იმედია რომ არ იმყოფებით ამ მდგომარეობაში და თუ იმყოფებით, გაიგებთ რა გამოსავალი არსებობს, რა ტექნიკა შეგიძლიათ გამოიყენოთ, რომ დაიცვათ თქვენი თავი. მოდი დავიწყოთ. ვინ არიან ის ადამიანები, რომლებსაც აქვთ ესეთი შეგრძნება, რომ უნდათ სხვა დააბულინგო? ესენი არიან სპეციფიკური ფსიქოტიპის ადამიანები თავისი სპეციფიკური აღზრდით. ხშირად ნარცისისტულ ფსიქოპატიური ტიპები, რომლებსაც აქვთ ძალიან დაბალი ემპათია, ანუ თანაგრძნობა, ან საერთოდ არ აქვთ თანაგრძნობა. სხვა ხალხის საერთოდ ფეხებზე კიდიათ და ადვილად გადადიან სხვა ხალხის საზღვრებს. ამ შემთხვევაში არ არის აუცილებელი, რომ ეს ადამიანი იყოს რაღაცა ძალიან გაუნათლებელი, ან რაღაცა იდიოტი, არა, ჩემო კარგებო. გენიოსი მოცარტიც კი ამდაგვარი ყოფილა. თქვენ მოცარტს თითქმის ყველანი იცნობთ, მაგრამ ალბათ ის ფაქტი არ იცით, რომ მის დროს იყო ძალიან პოპულარული მომღერალი ქალბატონი ფრანცისკა კავალიერო, რომელიც ხალხს საკმაოდ მოსწონდათ, მაგრამ მოცარტი ამ ქალბატონს ვერ იტანდა. რატო არ მოუვიდა თვალში, არ ვიცი. შეიძლება ამ ქალბატონმაც უარი უთხრა ლოგინზე. მაგრამ ფაქტია, რომ მოცარტმა გადაწყვიტა, დაებულინგა იმ დროს ჯერ კიდევ ეს ქალბატონი და დაუწერა ისეთი რეპერტუარი, რომ როცა ეს ქალბატონი სცენაზე გამოვიდა, თვითონ წვალობდა საწყალი და მთელი ხალხი დასცინოდა, იმიტომ რომ როგორც ქათამი კაკანებდა, ისეთი რეპერტუარი დაუწერა მოცარტმა. მთელი რეპერტუარი იყო აგებული ხან ძალიან მაღალ, ხან ძალიან დაბალ ბგერებზე, რის გამოც ქალბატონს წარამარა თავის ხან ზემოთ, ხან ქვემოთ ჩამოწევა უწევდა და ძალიან გავდა ქათამს, რომელიც აი ასეთ ბგერებს უშვებდა. და აი ესე დააბულინგა მოცარტმა ის საწყალი ქალბატონი. ასე რომ ჩვენ შეგვიძლია რაღაცა დასკვნები გამოვიტანოთ ამ გენიოსზე, რომელიც მშვენიერ მუსიკას წერდა, მაგრამ ხალხს ასე ექცეოდა. კარგით, ჩემო კარგებო, მოდი ახლა შევხედოთ, რისი გაკეთება შეიძლება, როცა ასეთ რაღაცას შეეჯახებით. ამ ადამიანებმა მშვენივრად იციან, რომ რაღაცას არ ხვევენ. ძალიან კარგად. ამიტომ უნდათ, რომ ეს რაღაცა საიდუმლოდ შეინახონ. არ უყვართ, როცა ეს ხმოვანდება. რომც არ ეშინოდეთ, არავის მაინც არ უყვართ, როცა ეს გახმოვანდება. ამიტომ თქვენი ვალდებულება არის, როცა ასეთ სიტუაციაში ხვდებით, დღეები, თარიღები და ფაქტები ჩაიწეროთ თქვენთვის. ეს აუცილებლად განმეორდება. ეს ერთადერთი შემთხვევა არ იქნება, უმეტესად განმეორდება. მოკლედ ჩაიწერეთ ფაქტები და პირველი ნაბიჯი, რაც ამის მერე უნდა გადადგათ. როცა იქნება ეს ადამიანი მარტო, თუ გააქვთ ამის ხნეობა, უნდა მიუახლოვდეთ ამ ადამიანს და დაელაპარაკოთ. თუ არა გაქვთ ასეთი მხნეობა, უნდა მისწეროთ მას წერილი. და ესე იგი პირველი ნაბიჯი, რასაც აკეთებთ, ახმოვანებთ მის თვალებში და მის ყურებში იმას, რასაც ის აკეთებს. იმიტომ რომ მას ეს არ მოეწონება, ეს მისთვის იქნება უკვე რაღაცა გამოტანა სააშკარაოზე ის, რასაც ის აკეთებს. მოკლედ ეტყვით, რომ ბატონო სერგო, არ ვიცი რა ქვია იმას, ხო? ვინც გაბულინგებთ, ან ქალბატონო მერი. მე უკვე რამდენჯერმე შევნიშნი აი თარიღები, რომ თქვენ მე ხელები მომიფათურეთ. მეორე ნაბიჯი მისცემთ თქვენს განმარტებას, რა განმარტებას აცლებთ ამ ფაქტს. ეტყვით, რომ ჩემთვის ეს ნიშნავს, რომ თქვენ მე ალბათ ლოგინისთვის მოგწონთ ვართ. თუ ამაზეა ლაპარაკი, ხო? პედაგოგის შემთხვევაში აგიხსნით უკვე მეორე მაგალითს მოგცემთ.
მესამე, ნაბიჯი რაც უნდა გააკეთოთ, არ უნდა წარმოუდგეთ მას როგორც მტერი. იმიტომ რომ ამ ადამიანებს აქვთ ძალიან შინაგანად აგრესია და აი შურისძიების რაღაცა მომენტები უყვართ. ამიტომ თუ მათ კონფრონტაციაში, ეგრეთ წოდებულ კონფრონტაციაში ჩაუდგებით, შეიძლება რაღაცა ცუდ შეეჯახოთ. ნუ ჩაუდგებით აგრესიაში და კონფრონტაციაში, არამედ პირიქით, თითქოს თქვენ თანაუგრძნობთ და უთხარით, მე მესმის, რომ რა თქმა უნდა, ეს ნორმალურია, რომ ადამიანს სხვა ადამიანი ლოგინისთვის მოსწონდეს, მაგრამ ჩემთვის მიუღებელია, რომ ეს არ იყოს მაგალითად სერიოზული, თუ თქვენ ერთი ღამით გინდათ მაგალითად და მე ვთვლი, რომ ეს არის პრობლემა. თუ თქვენ მაგალითად ერთი ღამით გინდათ და მე არ მინდა ერთი ღამით, ეს არის პრობლემა, იმიტომ რომ ჩვენ ვიმყოფებით ერთი ჭერის ქვეშ, ერთი ორგანიზაციისთვის მუშაობთ და მოკლედ შეგვექმნა პრობლემა ამის გამო. მე თქვენ არც გამცირებთ არც არაფერი, უბრალოდ მე მესმის, რომ თქვენ სექსი გინდათ, მაგრამ მე ეგეთი სექსი არ მინდა და როგორ უნდა გადავწყვიტოთ ეს პრობლემა? მე მხოლოდ ორი ვარიანტი მომივიდა თავში. რას აკეთებთ? აი ეს არის ძალიან ბოლო და ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი. ამ ადამიანს უნდა ქონდეს შეგრძნება, რომ მას მისცეს რაღაცა არჩევანი. იმიტომ რომ მისთვის ძალაუფლება იმდენად მნიშვნელოვანია, ეს ადამიანები ტკბებიან თავიანთი ძალაუფლებით. და როცა შეგრძნება ექნებათ, რომ ვაიმე რაღაცა ულტიმატუმს უყენებენ, მათ ისევ ეს აგრესია და შურისძიება დაებადებათ. ეს რომ არ დაიბადოს, ამიტომ ეუბნებით, რომ გაცლება არჩევას, მაგრამ პრინციპში არჩევანი თქვენ გააკეთეთ. ეუბნებით, რომ ამ შემთხვევაში რა არის გამოსავალი, ხო? თუ როგორც მე ვარ ფსიქოლოგი ვარ, ჩვენ ყველას ყავს ჩვენი სუპერვიზორები. და გვაქვს აგრეთვე სპეციალური ასეთი სიტუაციებისთვის კომისია. ეუბნებით, რომ მოდი რომ რაღაცა ისეთი რამე არ ჩავიდინოთ, რომ ზარალი მივაყენოთ, რომ მე შენ მოგაყენო ზარალი და შენ მე, მოდი ვკითხოთ ეს სუპერვიზორს. ან მოდი კომისიას ვკითხოთ, როგორ უნდა მოვიქცეთ ასეთ შემთხვევაში. ეს არის ფინალი მათთვის. მათი საქციელი რომ გავიდეს ოთახის გარეთ, რომც არ ეშინოდეთ არავის და არაფრის. ეს მათ მაინც არ აწყობთ. ამიტომ თითქმის ყველა შემთხვევაში იქნება ასე, რომ არ არის საჭირო და მოდი დავივიწყოთ და თითქოს არაფერი არ ყოფილა, რაც მოხდა ჩემს შემთხვევაში. ჩვენ რო ყოლოდა დირექტორი და კიდე დამემატებინა არჩევანი, რომ მოდი დირექტორთან შევიდეთ, მე თითქმის გამარჯვებული ვიქნებოდი ამ შემთხვევაში, მაგრამ სამწუხაროდ ეს კომპანია, სადაც მე მუშაობდი და უფროსი იყო თვითონ დირექტორი, იმიტომ რომ ეს მისი კომპანია იყო და რა გააკეთა? დამიწყო რა თქმა უნდა ბულინგი. ერთ ოთახში, სადაც ვიჯექი, არა, ეს ოთახი ახლა სხვა სჭირდებაო გამომიშვა, დამიწყო ოთახებით სხვადასხვა ოთახებში გაშვება, ჩამკეტა ესეთ ოთახში, სადაც არ იყო ფანჯრები და ასე შემდეგ და მე მივხვდი, რომ ახლა ერთადერთი გამოსავალი ის იყო, რომ ვიმყოფებოდი ტოქსიკურ სიტუაციაში და ამ ორგანიზაციიდან უნდა წავსულიყავი, რომ არ მიმუშავა იმ ადამიანზე და არ გამეკეთებინა და არ მიმეტანა ფული ისეთი ადამიანისთვის, რომელიც მე თვითონ ჭამდა და მე თვითონ ენერგიას მაცლიდა. ამიტომ გადაწყვეტილება მივიღე და წამოვედი იმ ორგანიზაციიდან. თუ თქვენს გააქვთ ესეთი საშუალება, აუცილებლად წამოდით, არ შეალიოთ თქვენი ჯანმრთელობა და თქვენი ენერგია ასეთ ტოქსიკურ ადამიანებს. მეორე შემთხვევაში, სადაც პედაგოგმა ვერ ამიტანა პირველივე დღიდან ქალბატონს არ მოვეწონე, რატომღაც და რა გამეკეთა? ბულინგს რამხელ მიკეთებდა ბულინგს, მაძლევდა დავალებებს და როცა დავალებები მიმქონდა, მეუბნებოდა, რომ მე შენთვის ეს დავალება არ მომიცია. მოკლედ დავიწყე ამ ფაქტების ჩაწერა, დღეების ჩაწერაც და ერთ დღეს მივედი და ვუთხარი, რომ ქალბატონო ეს და ეს, ახლა არ თქოს სხვათა შორის ორივე ფაქტი, რასაც ვიყენებ ახლა, არ ხდებოდა საქართველოში, ხდებოდა საზღვარგარეთ, ისეთ ქვეყანაში, სადაც თანამშრომლები ძალიან კარგად არიან დაცულები, სადაც ქალებს მშვენიერი ემანსიპაცია აქვს და თავიანთ კანონებს კარგად იცავენ და მაინც წარმოიდგინეთ, ხდებოდა ესეთი რაღაცები. ასე რომ იცოდეთ, რომ ეს ყველგან ხდება და ამიტომ თქვენი კანონები და თქვენი თავის დაცვა კარგად უნდა იცოდეთ. პირველ რიგში თქვენი თავი არ უნდა დაადანაშაულოთ, არ უნდა დაეჭვდეთ თქვენ თავში, ეს არის ის, რაც უნდათ ასეთ ადამიანებს. მოკლედ ვაგრძელებ, ეს მოკლედ მასწავლებელი
ასე დავალებებს მაძლევდა და მერე მეუბნებოდა არ მომიცეო, მე ეს თარიღები ჩავიწერე, ეს ფაქტები ჩავიწერე, მივიდი და უთხარი, ქალბატონო, აი ამ დღეს და ამ დღეს თქვენ ეს მითხარით, ამ დღეს და ამ დღეს თქვენ ეს მითხარით, ჩემთვის ეს ნიშნავს, რომ თქვენ მე ვერ მიტანთ. თქვენ მე არ მოგწონვართ, მე მესმის, რომ თქვენ შეუძლებელია, რომ ყველა ადამიანი მოგწონდეთ, ეს მესამე ნაბიჯი, ჩვენ ადამიანები ვართ და ყველა არ მოგვეწონება, ამიტომ მე თქვენ ახლა არ დაგამცირებთ და ჩხუბს ამის გამო არ დაგიწყებთ, მაგრამ თქვენ რჩებით ჩემი პედაგოგი, მე ვარ ამ ჯგუფში, სხვა ჯგუფი არ აყვავს, ამიტომ რაღაცა გამოსავალი გვჭირდება და მეოთხე მოუყვანე მეოთხე გამოსავალი. მივეცი არჩევანი უთხარი. რა შეგვიძლია გავაკეთოთ? წავიდეთ ინსტიტუტის დირექტორთან და წაუყენოთ ესეთი პრობლემა, რომ დირექტორმა გადაგვიწყვიტოს რა შეიძლება მოხდეს ამ შემთხვევაში. ან წავიდეთ აგრეთვე ნდობის კომისიაში, ნდობის ადამიანები არიან, რომლებსაც შეუძლია რომ ვკითხოთ ეს შეკითხვა დაუსვათ და რა თქმა უნდა ამ ქალს როგორ შეილახებოდა მისი პედაგოგიური რეპუტაცია, რა თქმა უნდა მას არ უნდოდა რომ ეს საქმე საერთოდ სადღაც გასულიყო და ბოდიშიც კი მომიხადა, წარმოიდგინეთ. და გამოცდის დროს ნიშანი ამიწია კიდევაც. წარმოიდგინეთ. მოკლედ, ჩემო კარგებო, ახლა როცა ეს ინფორმაცია მიიღეთ, იცით რომ არის ამაში გამოსავალი, აუცილებლად გამოიყენეთ ეს ტექნიკები და თუ არ დაგეხმარათ, გაუფრთხილდით თქვენ თავს, არ დააჩაგვრინოთ არავის თქვენი თავი, წამოდით იმ ტოქსიკური სიტუაციიდან, სადაც იმყოფებით და აუცილებლად თქვენ გამოგეგზავნებათ სამყაროდან სხვა სიტუაციები, სადაც სხვა სამსახური მოგივათ ან სხვა სასწავლებელი მოგივათ, სადაც შეძლებთ ფუნქციონირებას ნორმალურად. ხოლო იმ ადამიანებს, რომლებიც ასე გიკეთებენ, იმათმა უყურონ ჩემ ვიდეოს, რომელიც ჩემ პროფილში დევს და ქვია, როგორ აიცნინო უბედურება. ის ვიდეო მათაც დაეხმარებათ. რასაც უსურვებ. აბა, კარგად ბრძანდებოდეთ და მომავალ შეხვედრამდე.